სიყვარულით სამუდამოდ თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა თათა კიდე ხო არ გიჩხუბია აკაკისთან? შენ წარმოიდგინე გამოსწორდა. რას ამბობ? დღენახევარია უკვე აღარ გვიჩხუბია. არა, უყვარ ხარ შენ მაგკაც რა. ხო გეუბნები, უყვარ ხარ. ხო, ვიცი. აუ, შენ იცი ლიზის ქორწილში რომ მივდივარ შაბათს და თან მეჯვარება. ხო. აუ, გეხვეწები მითხარი, ხა რა სიცვა? ჩაცმით ახლა წითელ კაბას ვიცვამ, მაგრამ აი პროსტა საჩუქარში ვიწეწები, მაგრად. უი. ლიზის საჩუქარი ხო ასე ხარ? ხა, კაკა. მაგრამ რამდენი მეჯვარე ხართ? 8 თუ 9. კაი, მაშინ რატო ნერვიულობ? 5 ლარი რო აკრიბოთ, ძალიან მაგარ საჩუქარს უყიდი. და ისა, შენი ქმარი მოდის? იასნა. და ის უბრალოდ მაღაზია ნერვიულობ, არავის არ იცნობს იქ. უი, ისა და 9 მეჯვარე ხო ხართ? ხო. მე 1000-ს მოისვი გვერდით, ვინ მიხვდება? აუ, მე მგონი ძალიან მაგარი ქორწილი უნდა გამოვიდეს. ვაიმე, მესამე თხოვდება და აღარ არის დრო. ვა, თათა. ნიკა, როგორ ხარ? კარგად. ესე იგი შენ ქმარს არ უკოცნი, ამდენჯერაც მე გკოცნი. აბა. რა არის? რატო ვიყურებ? ახალი პრიჩა მოგეწონა ჩემი? პრიჩო კი არა და რომელი თვალი იყო ბოლოს? ასა. საერთოდ არაფერი არ გეტყობა, არ ინერვიულო, კაცო, საჭმელი გვაჭამა. რა გვაქვს? რა გვაქვს და ვირის ტამფეხი? ვირის თავფეხია ეგ, ასეა სწორად გამონათქვამი. თავი ნუგზარი შეჭამა და ტამფეხია დარჩენილი. გავაკეთებ რამეს. შეხვარგინე არაფერი. არა, მე არ ვშიალიკუნა. ყავაზე მისაყოლებელი არაფერი არ მაქვს და თუ გინდა ისევ ყავას გაგიკეთებ, უბრალოდ უფრო ტკბილს. არა, მე ხო იცი ტკბილს ძალიან ვერიდები, აი ძალიან იშვიათად. ყველს შევჭავდი თუ გაქვს, იცი ნაჭერი. უი, ყველი არ მაქვს, მაგრამ მაწონი მაქვს თუ გინდა. რა თუ და გოგო მაწონი, ამის ქრის ხელში რაც ამას მაწონი აქვს, ნაჭამი რაღაც უნდა. მაწონი. მოვკოდი სიცილით. შენ ასე ვთქვათ დუბლიორი გჭირდება, აი კასკადიორი, ხომ ხვდები რა, აი შეტევაზე რომ წამოვა შენი ქმარი, რომ დაუკავოს ხელი და ასე ვთქვათ ტაიკვანდო ჩაუტაროს. ვაი შენს პატრონს. ნახე, აი ეს რესტორანია. ხო. რამაზია. ხო. და ფოტოგრაფს და ოპერატორს ბიჭი მეჯორები ჩალიჩებენ და ისე გამისწორდა. ძალიან კაი. ნახე ეს ფოტოც. იქუნა წყალი მომიტანე რა. ხო მოგიტანე წყალი. კიდე მინდა და კიდე მომიტანე. მოიცა ჯერ ეს არ დაგილევია და მე кайფები თუ რა შვები? არ გეკაიფები გოგო, შენ რომ დგები წყლის მოსატანად მარტო მაშინ ჩერდება ეგ და ვეღარ გავიგე ამ ტელევიზორში რას ამბობენ. და რაო, რას ამბობენ? არ არის იქ შეისაქმე. კაი, მართლა რა, რას ამბობენ, რა ხდება ქვეყანაზე? მეტი რა უნდა მოხდეს გოგო, ვერ გავიგე. პრეზიდენტი მიდის ქორწილში და არ იცის რა უნდა ჩაიცვას. რა არის ეს? რევს ბოდიალობ ნიკა. აუ რა ვიცი რა, აქეთ ტელევიზორი ლაპარაკობს, აქეთ თქვენ და ამერია ინფორმაცია ერთმანეთში რა. შენც რუსთავიორის მეწილე ხო არ ხარ 24 საათი კურიერს რო უყურე? აი მე გეტავიყო. აკაკია ხო? შენ რა იცი? ერი გეცვალა და. ცა ერწა. ნიკა. რა გინდა? ხო პაჭკო. უიმე პაჭკო. საჭმელი? ქათამი აღარა? მელი არ წაიყვანა. კაი რა, კაკი რა, ერთი დღე არ გაგიკეთე საჭმელი და მაღაზე მეჩხუბები. გუშინ ხო გაგიკეთე? არა, გუშინ წინ. არ გუშინ წინ? აბა ქათამი რო შევწვით, როდის იყო ეგ? შენ დაბადების დღეზე? არ არის აცი. აი მე პროსტა რა მალე გადის დრო ასე ხარ?
შემდეგ დაბადების დღეზე კიდე შევწვათ, რა პრობლემაა? რაო, დედაც ითხოვს თუ მამას. გუშინ იმდენი საჭმელი იყო მაცივარში და ყველაფერი როგორ გათავდა? რა არისო აკაკი? მაგდენი საჭმელი ქორწილში არ გქონია, ჩვენ რომ მოვედით სახლში, მახსოვს, ჩაი და კარაქიანი პური ვჭამეთ. ზიანობ ეხა შენ. ხო, კაი, მოვალ და გაგიკეთებ აკაკი. აუ, ეს ხო არაფერს არ შეგარგებს რა, იპროსტა დამაწყვიტა უკვე ნერვები. გოგო, თათა, გინა მე გავალ და მე დაველაპარაკები რა. არა, ნიკა, პახმელიაზეა ეხლა და შენ ვერ იზამ იმას, რასაც ეგ პახმელიიდან გამოყავს. რასო, გადის ასწრაფო. ესე იგი რა ვაქო? ქლიბი 15 ცალი კი. ბამბა 20 შეკვრა, პინცეტი, მაკრატელი 12 ცალი. კი ბატონო. ხმალი ავლესოთ, გარეთველებო ხმალი ავლესოთ. გოგო, კაი, გეხვეწები, კი ნახე ხმალი ჩავწერე ხა. არა უშავს, ხო იცი რომ მუშაობის დროს სიმღერა მატებს შრომის უნარიანობას. გეხმარები რა. აუ, კარგი რა, ნელიკო რა, და გულში რო იმღერა შრომის უნარიანობა ვერ მოგემატება? ისეც ასეში. ვაიმე! ის ორი პარკი საწავიღე იმ ქალმა რომ მოიტანა. ორი პარკი მე დავდივარ მარტო ცალი. აუ, ნელიკო! გამროთ ქალი. ნელიკო! ხელს მიშლი. ო რატო გიშლი ხავს ვერთობი რა და თან გართობ შენს და რა მნიშვნელობა აქვს თან ეხა მაინც გამიშვებენ ამ ზამზახურიდან დღეს გამიშვებენ თუ ხვალ აი რა აზრი აქვს თუ მღერი ნელიკო, ეხა რო შემეშალოს, მეც მომიწევს წასვლა. ძიდან ისმის ანგელოსთა სიმღერა და გალობა მზადა მილოცე ნანანანა რა ბენდი დამეშალა ბიჭო რა ბენდი დამეშალა რა აბა ბიჭო მთელი ამდენი შრომა ჩაგიყარა წყალში კაც ამდენი ალბომები კონცერტები პრიზები ბოდიში შეკო ბიტლზები უკაცრავად მაგრამ არ თქვენ არის შრომით ცოტა კაც შვენივრად დაიწყეთ კაი ნუ ნერვიულობ რა კოტე რა ხალხს ღვიძლი დაეშალა და იმაზე არ ნერვიულობს რა ბენდი კაც რაზე იჩხუბეთ ბიჭო და ვერ მღერიო და ვირივით ყროყინებ ხედავდო უყურე რა ნახე რა სმენა რო არა გაქვს და ტექსტს ვერიო მახსოვებ ეგ არაფერიო ეხლა შენი აი კაცო რა მოგივიდა შენ გადასარევად მღერი ხარ უმაგრესი ადამიანი ხარ უდიდესი მუსიკოსი მაგრამ ხალხს არა აქვს ნერვები იმ მდგომარეობაში რომ შენ გისმინოს გესმის აი მოვადრო და შემეხვეწებიან აი ნახე შენ აი ნახე ართალი ხარ კაცო საერთოდ რენონმა ცალკე კარიერა დაიწყო და მშვენივრად ააწყო ყველაფერი რა პრობლემაა კაცო გადი ცალკე რა გადი ცალკე რა გადი მე გადარომა ფანმა მოკლა ვიღაცა მე გინდა ხო აი ვერ მოესწრებით კაი რა კოტე რა ეხა შენ ფანი მოკლავს თუ ვინმე გამწარებული ბარის მე პატრონე რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა იყო ბიჭო შენ კიდე რა მოგივიდა რამე მოკლედ კარგი სამსახური მინდა რა სამსახური კარგია მაგრამ სად არის ბიჭო მოკლედ ერთი ვარიანტია რა რიჟას მამამ მითხრა ჩემთან წაგიყვანა მუსიკოსია ეგა არა კაცო ბლოკის ცეხი აქვს არ უთხრა ბიჭო უარი ხო არავითარ შემთხვევაში შენ ხომ ძიმე როკს უკრავდი ხო ხო და ძიმე ბლოკის აწევა შენ არ გაგიჭირდება დათანხმდი დენიცი ეხლა რა ეკაიფე იმას რა უყურე ამას ვის და ლიკას ეკაიფე რა იყო გოგო რა გჭირს აი მე ვიღაც სექსუალური მანიაკი ამეკიდა რა. რა გოგო? ხო, მაგრამ ნუ გეშინია გამოვასწარი. მანიაკი არა ისაკიდე. გეკაიფე. ვაიმე, რას გეკაიფებით? გამომეკიდა ჩემო პრინცესა, მოდიო. პრინცესაო? ხო და მანიაკი ყოფილი. ხო. რას იცი? აი რომ გავეუპატიურებია, მე რა შვებოდი, რომ არ გავქცეულიყავი ერთი. აი, ვარტიურებინია. აბასინაც
გაიქცა და ტაქსი ძლივს დავეწიეს. რა უნდა გაეოპატიურებინა. ვერ დაეწეოდა. ესე იგი გამოდის რომ ქალაქში სექსუალური მანიაკები მომრავლდნენ? აბა ბიჭო, სამზარეულოში არ მაკლდა ეხლა მანიაკი, რომ ერთი არ შემომონტებოდა კიდე სექსუალური. რა ეხლა რა. შენს აქტეს ლიკა. ეხლა მთელი დღე ასე უნდა იყო? ვაიმე, ნუ გზარ, შენ რო გამოკიდებოდა სექსუალური მანიაკი რა სიზამდი? მე სადმაკ სირბილის თავი. ერთ ჩავილაპარაკები ჩემთვის. მე ის ნუ გზარი აღარ ვარ. მან რას ეძებეთ მაინტერესებს? რას ვეძებ და როგორ დაუმშვიდდე ინფორმაციას ვეძებ? მე გასწავლე. ხაჭაპურის ცხობა ამშვიდებს სასწაულად თუ მეცხონებული ბებიაჩებისგან გამიგონია. გასწავლე შენ. ეგ შენ კუჭს თუ დაამშვიდებს, თორემ მე ვერა. ასე რომ ჩემს დამამშვიდებელ ინფორმაციას ვეძებ. გიო. ეს ღვინის ქარხანაში ვარ დაბალჯობ. ჩაღლაპე და ისე მითხარი ასე. ღვინის ქარხანაში ვარ დაბალჯებული თქო. ძმაკაცია ჩემი დირექტორი. სუფრაზე თუ ვარ დაპატიჟებული, ორი დრის საჭმელი რამ გაჭამაკა მაგებინე. შენ დამშვიდი იქაც შევჭამ არ შეგარცხვენ. თან ღვინოსაც გამოგვატანენ. იმ ხელა ჯურჯით ახარ შენ რაღა უნდა გამოგვატა. მოკლედ მე ასე აღარ შევიძლია რა. უნდა წავიდე. სად მიდიხარ? უნდა წავიდე გამომძიებელთან. ამ საქმეს ესე ვერ დავტოვებ რა. კი, მაგრამ როგორ უნდა ნახო, ხო არ იცი ვინ არის ის კაცი? არ ვიცი კაცო, მაგრამ სანამ ცხელია ეს საქმე ცხელკვალზე უნდა გავხსნა რა. დალია მართალი. სანამ ცხელია ჯობია რომ გააკეთო. საჭმელის მასე არ არის? აი ცხელი რო იყო გემრიელი იყო ხოლმე გაცივდა და აი რაღაცას მაიმუნობთ ეხა ორივე რა. რას მაიმუნობ შენ თავს პიცავარ კაცო, უნდა გავყვი ამ კაცს და მე გამომძიებელთანაც შევივლით რა. აი მილიკა შენ ეხა მიდიხარ და მტოვებ ასეთ მდგომარეობაში? რა გნა გოგო, მევალე უნდა ნახოს და მარტო ხო არ გაუშვებ კაცე? აუცილებელია ხო ეს მევალე რო დღეს ნახოთ აბა რა, ლიკა 100 ლარი მაქვს მისი ვალი და ესე იგი ყოველ დღე რეკავს შემიკლა ხელში აგერ მაქვს ტელეფონი ისე. ხო, მაგრამ 100 ლარის გულისთვის გახრჩობს და გკლავს ეგ კაცი? ესია გენაცვალე, ზოგს სექსუალური მანიაკები დადევენ და ზოგს მევალეები, კაცო. ვაიმე ნიკა, შენი ხმა აღარ გავიგო ეხა რა, წაეთრიე სადაც გინდა всё. ძიმი ბუტია ვინალი გოგო. ასე მიგდება ეს. ჩემი ბუტია ვინალი გოგო. შენ წავალ და მოძუნწულდებით მალე. რა ზარბაზა. პრევედზერბაზ. ეს არის ქარხანა ბიჭო. შემიხარ კაცო ხო. არ ქარხნები იყო ის გარეთ რო დიდი შენობაა იქეთ ეგ. მესამე აქეთ კიდე. ისა მაგისი და აქ აქვს მარანი თავისთვის. მოწყობილი. კოკლოზინა გემრიელი მაგრამ კარგი ხო სულიკო ქვია ამის დირექტორს მაგაცია ჩემი მაგრამ მაგისთანა გიჟ კაც მეორეს არ ვიცნობ რა ჩვენ ახალგაზრდობაში დრო გვაქვს ერთად ნატარები მაგრამ რა გინდა რამდენი დავთრებოდით ხან პოლიციაში ვიღვიძებდით და ხან კლინიკაში პოლიციაში და კლინიკაში თუ ვიღვიძებდით მაგარი დრო გიტარებია რა მაგარია ნახე მაგარია საბჭო ის სპეცი შენ პათოლოგი ხო არ არის ვინ პათოლოგი კია, მაგრამ ნუ გეშინია შენ კაცო, შენაურებს არ ერჩის. თუნდაც ახლა მე რა გის შინაური. მოდი კაცო, კაცო შენაური ცხოველებზე გეულები, მასე კი არ გეულები. ერთხელ ახსოვს თავისი სიდედრე აერია თავის ცოლში და წავედ ჩავდა და გაცნო წავედ. ბიჭო, ხო. გზა რა ვიფიქრე იცი? რა. მაგირო დათხრება და ცოლში ავერიო რა ვქნა მე. არ ვიცი მე. ჩემი იმედი არ ქონდეს მე ჭიდაობის თავი ნადათარა. აბა რა, შენგენა. შეხედე ბიჭო, ბიჭო, ამისი მტერი სასმელი ყოფილა და სხვა პროფესია ერჩია. გამხდარი ხო პურის ქარხნის დირექტორი. გენა ხავს ასეთი სამოთხე სადმე? არა. შენგენაცვალე რა.
როგორ ბეჭო ის სიმღერა გონია შენზეა დაწერილი დაგეძეფო სულიკო თუ რაღაც ახ ლუგზარ შენ თუ დღეს სასმელში არ დაგაგჭო კაცი არ ვიყო სალომე იცი შენაც უნდა გააკეთო ბიჭებს უთხარი ჯერ ცივები მოაყარონ და ცხელებიც ეგრევე მოაყოლონ დიახ ბატონ სულიკო დაიცანე ჩემო სულიკო ჩემი მეზობელი ნიკა არა მარტო მეგობარი ძმაკაცი ახლობელი ღმერთმა თუ შვილი მაჯუკა უნდა მოვანათნო ბატონო ჩემო აგაშენა ღმერთმა ჩემო ძმაო ხო და მაგ სიახლოვეს განსხვავებულებით დავლევთ კი ბატონო კი სხვათა შორის ჩვენი დიდი ბაბუები ბიძაშვილი მამიდაშვილები გაიხდნენ ლუგზარ თქვენ ორი ხართ მოსული ხო რა ვიცი მეტი მომერი და მეთქი ღვინო არ გამოელიოს თქვა და ეგ აი იყო შენ კი ბევრს ვამარა ეს ბიჭი გაგვიძლებს შეგაც ამაზე იმდენი ვალები აქვს იმას უძლებს და ჩვენ ვერ გაგვიძლებს ბიჭებო ღვინოს რომ ეს დალებთ შვიდნაირი ღვინო მაქვს ჯერ დავაგემოვნოთ და მერე დავლიოთ თუ რას ლაპარაკობთ ბატონო ჩემო შვიდნაირი ღვინო რომ დავაგემოვნოთ უფრასერად ციგნი ვაკეთებ ეს კარგი იყო მაგრამ ეს გოგოსაც წავიდა რამდენი ხანი დღეს მთელი დღეა ლუკმა არ მიჭამია ვიცოდი რომ დღეს უნდა დამელიადა ფოტოშოპის მესბასე ვარ სუფრაზე როცა მივდივარ შანსი არა სახლში ლუკმა რო შემჭამო წავიდა ეს გოგო სალომე სალომე აი ბიჭებო მარტო ეს ღვინო დამჭა და უნდა ვიმყოფინოთ სალომე 20-იანი რასაც დალებთ რასაც არა და გაგატანთ შემოწა ო ესე იგი 97 ლიტრი ღვინო უნდა წავიღო მე სახლში არა ისე ასე მარა დღეს სამზემეს ვერ დალევ იმიტომ რომ სახლში მჯერნია რომ წავიღო ნიკა მოიწიე ცოტა აქეთ რა ვიცი იყოს ცოტა გრილა და გრილა შოხა მოიწი არა შეკეთ მოიწევი მოიწიე კიდე შეკაცო კი არ შეგჭა ბატონო ამ ტემპი თუ გააგზელე ცოტა ხანში მოგიწვდებ ჩემთან ახლა ვახტანგური უნდა დავლიოთ მე და შენ და დავლიოთ მადლობა დიდი იგი მეშანი აი დედა ისმე ჩემო ბატონო ადექი ბიჭო ფეხზე აი რავდექი ამ ჭიქით ჩვენ საქართველოს გავუმარჯვოთ ნეტა ჩემსაფლავს თუ იპოვის ვიდმე ბიჭო შეიძლება დაიგე ეს რაღაც ხარი გეხულე რა ბიჭო ეს პათოლოგია მეთქი გეხუმე წაგიგაიფე რა ხო ასე მითხრა რომ დალევ ჭედავს ვი ბიჭო ვი მე რა სალომე იარაღი ამას როგორ დაუჯერე სიმართლეს რომ ამბობს იმასაც არ უჯერებენ ამ მუტრუქს ამას რა ვიცი მე კიდე ისე ვინერვიულე კი არ მახსოვს რა ვთქვი საერთოდ რა განერვიულებს შეკაცო რა ვიცი ღვინოს მიგაქვს და არაყის ხო კი თუ არა და დავიწყო თავიდან თავიდან ხო აია დავიწყოთ კი ბატონო ჩვენ შეკრიბას გავუმარჯვეთ არა დღეს კი სვამთ ანგელოზე ვიტყვინოს მაგრამ ხვალ რა მეშველება ნუ გეშინია გაგატან არა გასაგებია რომ გამატან მაგრამ ზეგ რა ვქნა ნუ გეშინია იმდეს გაგატან ერთი კვირა გეყოფა შენს და ნიკასაც შენ რა ჯინიანი ხარ კაცო ერთი კვირის მერე ვის მივადგენ კაცო შენ ჩემს სანახავად მოხვედი თუ
გასაკოტრებლად. აი. ისე ახალი ცოლი მომყავს. და 1-2 ლიტრა ღვინოს ხომას ესხება. კიდე ცოლი მოგყავს ბიჭო? 100 ლიტრას მოგცე. 100 გასესხება. აჰა. ხო. დაი. ჯანდაბა შემიტან. ვიბლი უცოლოთ და ის 100 ლიტრი მაჩუკე და ეგა. ვიბლი უცოლოთ. სხვადასხვის გუშინ სახში თითი რო გავიჭერი. წერა ის თითი. ვერ ნახავ ახლა. რო გავიჭერი თითი. ერთი წვეთი არაყი არ მქონდა რომ დეზინფექცია გამეკეთებია. აბა? არ გინდა ახლა. ისე გეუნები. ჭურჭელი თუ გაქვს წამოღებული? კი. 20 ლიტრიანი მაქვს არაყისთვის. 20 ლიტრა რა ამბავია? შენ თითი გაიჭერე თუ ხის ცეხში მუშაობ? კიდე სახში. ისე მართალი ხარ სახლი ხელა გაქვს ვერ დაიტევ თუ რა. ბატონო სულიკო, ღვინის ცისტერნას გასვლა უნდა და თქვენი მანქანა ხელს უშლის. მანქანის ვიცხელა ეხლა მე. ვეღადავაყენ. ჰა? ვეღადავა. რალი ხარ შენ? მცრალი ვარ, მაგრამ ვეღადავაყენ. ჯრანაირად, ფშალი ხარ. პირველად რა ვთქვი თუ ისი მე? მანქანა. აბა? მე გადავაყენებ. საროვე. მე გადავაყენებ. სალომე! ბიჭებს უთხარი, მანქანაში 20-იანი დევს და არაყი ჩაუსხარ. სალომე! ბანდ არაერიოთ ბიჭებს 100-იანი ძებს, ოღონდ ის ღვინის სპისარი. ღვინოც მიგაქვს და არაყიც. დაგენაღლება. აბა, კონიაკი არ გაქვს და. რისი ხმა იყო ახლა ეს? ვაი! ჩემი ჭურჭელი ხო არ გასკდა, ნეტაო და დავიღუპება ესა, ის თუ გასკდა. და ამხანაგური მატჩი ფერბურთში ჯანმრთელი თმა შეიძლება იყოს ნამდვილად სქელი. სხვა პროდუქტები მხოლოდ დროებით აეროპორტს უახლოვდები. გთხოვთ შეიძლება. მადლობა ღმერთს გაიგეთ. ნიკა რა არის ეს? რას გავხარ? ნუ გზაისთან გადავიღეთ ღვინო გოგო. ბოჭა გამივარდა, გადამოტყდა კიშერზე. პირშიც ხო არ ჩაგესხა? კი, სამეშხა პირში ჩამოშხა. აი რა, ნუ გზარი გუშინ არ წუწუნებდა რომ ერთი წვეთი ღვინო აღარ მაქვსო? აი ეგა. წუწუნი ყოას კარგად დაცდი. ხომ გაგიგია? წუწუნი. მე არ მინდა ეს შენი ბრძნული აზრები რა. მათანი ხარ დაურეკეთ და ის სიცოცხლეებს მოგაყარეს ბატებუტივით. მიდი გახვეწე ჩათი. ამათი ხმა თუ არ გავიგეში რა დაიძინებს. რანაირი კაცი ხარ რა? კურიერზე რო გეძინებოდეს უნდა გაგეღვიძოს და რანაირად უნდა დაიძინო კურიერზე არ მესმის. უსამართლობა. ჰა. როგორც ცნობილი ხდება, ღვინის ქარხანაში ნასვამი მამაკაცი ავტომობილით შევარდა და უძველესი ღვინოების კოლექცია გაანადგურა. ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამარჯობა. რასო მდგომარეობაში ბრძანდებით? ნიკა, ეს შენი ყავი? შენი ყავი ეს? პოპულარული ნიკა ტელევიზორში ვარ, პოპულარული ყველა მსნობს დღეიდან. ბიჭო, სად ქარხანაში შევარდი? ვისი მანქანა დაამტვრია? გამაგებია რა გააკეთე? თავი მომჭერი ხო? ეგეზე. თაიერე ის მოგზირი, ჩადიფარებ კუში გაუგზავნე მამაჩი. თაიერე ის ხისი მანქანა რატო დაამტვრია? ამიხსენი. ლოგიკური შეკითხვაა, ჩემი არ მყავდა და იმითო. მე რა დეგენერატი ხარ რა? შენ ამბოლოდეს არის ახსინათი მეორე მაგ სიტყვას ხო ის და მე ვიცი შე. და რა, მე რა სიზამ?
დავიჯერებ. ლიკა! ლიკა! ზაეს!